მოგესალმებით ეთერშია სტასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიევა გაგაცნობთ. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრიდრიხ მერცს და მის პარტიას გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ ელის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისადმი ულოცავ ფრიდრიხ მერცს და ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. წარმატებებს გისურვებთ გერმანიის წინსვლაში. მოუთმელად ველი თქმის მხარდაჭერას ამ გადამწყვეტ დროს საქართველოს ევროპული მომავლის და ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიმართ. წერს ზურაბიშვილი. Exit პოლების თანახმად გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ქრისტიან დემოკრატიული კავშირი ლიდერობს. მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის, ხოლო ოლაფ შოლცის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია მესამე ადგილზეა. სამწუხაროა და ძალიან მძიმეა ის, რაც უკრაინაში მოხდა, მაგრამ ცხადია, რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაეროში დაინიცირებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინაში ომის სწრაფად დასრულებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს შეთანხმება. ჟურნალისტის შეკითხვაზე რა შეეძლო უკრაინას გაეკეთებინა და რა არ გააკეთა, კალაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკაში პოლიტიკოსები იმიტომ არიან, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა საფრთხეები ქვეყანას აარიდონ და ქვეყნის ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ. ვფიქრობ, უნდა განიხილონ ახალი არჩევნების ჩატარება, რადგან არჩევნებამდე და მის პერიოდში ბევრი დარღვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპერ ველტკამპმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს საქართველოსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. ასე რომ ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ ახალი არჩევნები უნდა განიხილოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნიდერლანდები მხარს უჭერს ქართველ ხალხს და ასე გააგრძელებს, აღნიშნა კასპარ ველტკამპმა. ქართველ ხალხს მათი ხელისუფლებისგან განსხვავებით სხვა მომავალი სურს. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ინტერპრეს ნიუს განუცხადა. ჩვენ გვექნება საუბარი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ქართველ ხალხს მათი ხელისუფლებისგან განსხვავებით სხვა მომავალი სურს. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ შექმნილი სიტუაციით, განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რა თქმა უნდა, საქართველოში განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხსაც. რა თქმა უნდა, იქ განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ. დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ ორი ევროპული ქვეყნის დარწმუნება, რომ ასევე დაეთანხმონ ამას, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობას, აღნიშნა კალასმა. სოფიაში ანტიევროპელმა დემონსტრანტებმა ევროკავშირის ოფისის შტურმის სცადეს. საქართველოში 86 დღე მშვიდობიანი დემონსტრანტები ევროკავშირის დროშებით დადიან, რათა მოითხოვონ ახალი არჩევნები. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, უსამართლობა საქართველოში. მშვიდობიან დემონსტრანტებს 300,000 ამერიკული დოლარის ოდენობის ჯარიმები დაეკისრათ ერთ დღეში. 18 მილიონი პროტესტის დაწყებიდან მაშინ, როდესაც ოფშორების კანონისა და სანქციებისთვის გვერდის ავლის წყალობით ივანიშვილმა თავისი 9 მილიარდი დოლარის ღირებულების ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საქართველოში საბაჟო გადასახადების გარეშე, წერს ზურაბიშვილი. ქართველი ერი არასდროს შეურგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. დედაქალაქის მერმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის სასახლეში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ქართველი იუნკერების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართველი ერი არასდროს შეურგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას. მარადიული ხსოვნა იყო 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების, განაცხადა კახა კალაძემ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩაპიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში დროებით დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით ყურადღება გამოხილდა ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებსაც ჩაუტარდათ კარდიოლოგიური კვლევის სრული გამოკვლევა. ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა დუნდუა ესწრებოდნენ.
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ახალი პროექტი იწყება სახელწოდებით წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისთვის. სემეკის ცნობით პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება გარემოს დაცვის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობაზე. ამასთანავე მონაწილეებს მიეწოდებათ სიღრმისეული ინფორმაცია წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ. პროექტის ხანგრძლივობა 8 თვეა. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. უკრაინაში მიმდინარე ომსა და უკრაინელი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს და მის ხელმძღვანელობას ეკისრება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და ევროპარლამენტის პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ისინი ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის ადგილი ევროკავშირშია და აცხადებენ, რომ რთულ საერთაშორისო და გეოპოლიტიკურ გარემოში უკრაინასთან ტრანსატლანტიკური და გლობალური სოლიდარობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ევროპა მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს. ახლა როგორც არასდროს უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა დავაყენოთ. ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ხელმძღვანელი ფრიდრიხ მერცი X-ზე წერს. ის ხაზს უსვამს, რომ სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად საჭიროა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის მონაწილეობით გაიმართოს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის 3 წელი. ომის 3 წელი ევროპაში. 3 წელია არ გვშორდება ნგრევისა და ომის დანაშაულების საშინელი სურათები. ევროპა მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს. ახლა როგორც არასდროს უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა დავაყენოთ. სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყოს, წერს მერცი. ვფიქრობ, უნდა განიხილონ ახალი არჩევნების ჩატარება, რადგან არჩევნებამდე და მის პერიოდში ბევრი დარღვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს საქართველოსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. ასე რომ ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ ახალი არჩევნები უნდა განიხილოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნიდერლანდები მხარს უჭერს ქართველ ხალხს და ასე გააგრძელებს, აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი X-ზე წერს. მის ინფორმაციით სანქციების სამიზნე არის ყველაფერი დაწყებული რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემებიდან, სათამაშო კონტროლერებით დამთავრებული. ის ურტყამს ყველაფერს დაწყებული ჩრდილოვანი ფლოტის გემებიდან დაწყებული სათამაშო კონტროლერებით, რომლებიც გამოიყენება დრონების სამართავად. ჩვენ ახლა გვაქვს ყველაზე ვრცელი სანქციები, რაც ასუსტებს რუსეთის ომის ძალისხმევას. წერს კალასი. 2022 წლის 24 თებერვალი არის დღე, რომელიც მარადიულად სამარცხვინოდ დარჩება. მშვიდობიან ქვეყანაში შემოიჭრნენ ისე, რომ არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ პუტინის იმპერიული აკვიატების გარდა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო სამიტზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ევროპის მომავლისთვის ყველაზე ცენტრალურ და მნიშვნელოვან კრიზისად რჩება. ევროპა აქ არის, რათა გააძლიეროს უკრაინა ამ კრიტიკულ მომენტში. შემიძლია განვაცხადა, რომ უკრაინაში 3.5 მილიარდი ევროს ახალი გადახდა უკვე მარტში მოვა. აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალის მეშვეობით ხდება. გავაძლიერებთ სადამსჯელო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ისინი არ გამოავლენენ ნამდვილ მზაობას ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.